საქართველოს ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე IMTM 2026-ზე 30-ზე მეტი ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი, რითაც მათ საშუალება ეძლებათ საკუთარი ტურისტული პოტენციალი და შეთავაზებები ისრაელისა და რეგიონის 20,000-ზე მეტ წარმომადგენელს გააცნონ. ტურისტულ გამოფენაზე ებრაული ტურ ოპერატორებისთვის ცალკე პრეზენტაცია გამართა ტურიზმის ადმინისტრაციამაც. საქართველოს შესრულებული ვიზიტების მიხედვით ისრაელი ლიდერთა შორისაა. მხოლოდ 2025 წელს ისრაელიდან 400,000-ზე მეტი ვიზიტი შესრულდა. ჩვენი ქვეყნის კულტურა, ღვინო, ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ადგილები თელ-ავივში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული სტენდი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ტუროპერატორები და სასტუმროების წარმომადგენლები ქვეყნის პოტენციალს ისრაელის 60-ზე მეტ ტურისტულ კომპანიას აცნობენ. ეს არის ჩვენი პირველი ვიზიტი ისრაელში, კონკრეტულად ამ გამოფენაზე და ვფიქრობ, მართლა ძალიან ნაყოფიერად დაიწყო და ძალიან პერსპექტიულია და განსაკუთრებით დღევანდელი შეხვედრაც მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ დაინტერესება მაშინვე ჩანს ჩვენი მოწვეული სტუმრებისგან და ვფიქრობ, რომ რეალურად იქნება ძალიან საქმიანი პარტნიორობა ჩვენს და აი ამ კონკრეტულად ამ კომპანიებს და არა მარტო ამ კომპანიებს შორის ვინც დღეს ესწრება ამ შეხვედრას. ძალიან დიდი ხანია რაც ამ მარკეტზე ვმუშაობ და უნდა ითქვას რომ საკმაოდ სტაბილური ტურისტები არიან ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ტოპ 5-ში მაინც ყოველთვის შედიან. მაგრამ ეხლა დღეს გამოფენაზე რაც ხდება, ამდენი ხალხი მართლა აქ არასოდეს არ მინახავს. არც ამდენი ტურისტული კომპანია ყოფილა ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი მოთხოვნა არის საქართველოს. ღონისძიების ფარგლებში კომპანიებს შორის შედგა პირისპირ შეხვედრები, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და ერთობლივ ტურისტულ პროექტებზე მუშაობა. საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. პრეზენტაციების შემდეგ მივხვდი, რომ ეს საოცარი ადგილია. შვებულებისთვის ყოველთვის ერთსა და იმავე ქვეყნებს ვირჩევდი. ახლა უკვე ვფიქრობ ზაფხულში საქართველოს ვესტუმრო. ჩვენი კომპანია მთელს მსოფლიოში ფინტექ სამიტებს აწყობს. საქართველოში დიდი ბიზნეს პოტენციალი არსებობს, რისი განვითარებაც ჩვენ ნამდვილად გვსურს. პირველ რიგში არსებული ინფრასტრუქტურის, ბიზნეს ტურიზმში არსებული შესაძლებლობების ხელშეწყობა საქართველოს ახალ საინტერესო მიმართულებად აქცევს. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა. მიზანი ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა. შეხვედრისას აქცენტი რეგულარული ფრენების მნიშვნელობაზეც გაკეთდა. ისრაელი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ 10-ში შედის. მოწვეული ყავს 60-ზე მეტი ადგილობრივი კომპანია. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, იმერეთის DMO და ასევე ტურიზმის სფეროში მოღვაწე ქართული კომპანიები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს ტურიზმის პოტენციალს და პირადი კავშირი დაამყარონ უკვე არსებულ კომპანიებთან. თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ტურისტული პროექტები პრეზენტაციამდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია IMTM 2026-ზე მონაწილეობდა. საერთაშორისო გამოფენა 50 ქვეყნიდან 20,000-ზე მეტ ვიზიტორს აერთიანებდა.